Am წუთებში საქალაქო სასამართლოში მიდის ნიკა მელიას საქმის განხილვაც. ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ასამართლებენ. რუსთავის ციხის ბინადარი პოლიტიკოსი დღევანდელ პროცესს არ ესწრება, რადგან ის ხდომიდან გაძევებულია. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა გადასული. დღეს სავარაუდოდ გამომძიებელი უნდა გამოიკითხოს, რომელმაც უნდა თქვას, რატომ არ გამოცხადდა მელია ქართული ოცნების მიერ დაკომპლექტებული პარლამენტის შექმნილ კომისიაზე. მელია და მისი მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ ეს პროცესები ფორმალურად მიდის და განაჩენი უკვე წინასწარ არის დაწერილი. სოფონიაური გვერდდება ამ თემით, სოფო გისმეთ. წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო გასამართლებული პოლიტიკოსის ნიკა მელიას პროცესი გადაიდო. რამდენიმე წამის წინ ნინო გალუსტაშვილმა გახსნას დღევანდელი ხდომა არსებითი განხილვის ეტაპზე გადასული საქმე, სადაც გამომძიებამ საბრალდებო უწყების წარმომადგენელმა გაადასტა საქმის მასალები ადვოკატებმა პროცესზე თქვეს, რომ ისინი არ იცნობდნენ საქმის მასალებს, შესავალი სიტყვა ბუნებრივია მათ მომზადებული არ ჰქონდათ, მათ არ იცოდნენ რაც ჩადო გამოძიებამ ნიკა მელიას წინააღმდეგ მტკიცებულებად საქმეში შესაბამისად მოითხოვეს საქმის პროცესის გადადება, რადგან დათანხმდა მოსამართლე. 23 მაისს გაიმართება შემდგომი ხდომა, თუმცა ადვოკატებს მიაწოდა გამოძიებამ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირველივე ხდომაზე გამოკითხული იქნება მოწმე მელიას წინააღმდეგ და ეს იქნება საქმის გამომძიებელი, რომელიც მოვა მტკიცებულებებით საუბარია პარლამენტის კანცელარიიდან ამოღებულ საბუთებზე, ერთგვარ გზავნილებზე, რომელიც გადაეგზავნა ფოსტის მეშვეობით ნიკა მელიას, სადაც საუბარი იყო, რომ მას იბარებდნენ საგამოძიებო კომისიაზე. ეს იქნება პირველი მტკიცებულება. ნიკა მელია თავად ვერ ესწრება სასამართლოს ხდომებს, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის გაძევებული დარბაზიდან და მას ბოლო პროცესზე უკვე გადაწყვეტილების გამოცხადების დროს მოიყვანს ბრალდება, მათ შორის საბადრაგო სამსახური, გადმოიყვანენ რუსთავის ციხიდან, ვინაიდან ამის ვალდებულება აქვთ მათ, რომ ბოლო პროცესს მაინც დაასწრონ ბრალდებული პატიმარი. ნიკა მელიას უკანონო გატაცება პირდაპირ კავშირშია აღნიშნულ საქმესთან. დღემდე დაცვის მხარეს არ გვაქვს არც ერთი დოკუმენტი, რა დაედო საფუძვლად ნიკას დაკავებას და გატაცებას და არანაირი მტკიცებულება არ გასაჯაროებულდა და ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად აღნიშნული მტკიცებულება არ გადმოგვცემია. შესაბამისად, ჩვენ მოკლებული ვიყავით შესაძლებლობას გაგვიარა ჩვენს დაცვის ხობთან პოზიციები და აქედან გამომდინარე მოვითხოვით ვადა, რომ მოგცემოდა დრო შესავალი სიტყვის მოსამზადებლად. ეს გახდა საფუძველი, რომ პროცესი გადაიდო 23 ივნისს. ჩვენ მივმართეთ ყველა უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველს, გავაკეთეთ არაერთი მასმედიით აღნიშნული დაკავშირებით განცხადება, რომ გასაჯაროდეს კადრები, რომ გადმოგვეცეს საქმის მასალები, მაგრამ დღემდე 2 კვირაა გასული დაახლოებით აღნიშნული უკანონო დაკავების შედეგად. შემდეგ ჩვენ დაცვის მხარეს ერთი დოკუმენტიც კი არ გადმოგცემია. ნიკა მელია დღეს იცით თქვენ, რომ რადგან წინა სასამართლოს ხდომაზე იქნა ის სხდომის დარბაზიდან გაძევებული ვერ ესწრებოდა, ამიტომ პროკურატურამ დღეს სასამართლოში თქვა შესავალი სიტყვა. ამ შესავალი სიტყვას, რა თქმა უნდა, გავიგოთ ნიკასთან, მათ შორის ჩვენც მომავალი პროცესისთვის მოვამზადებთ შესავალ სიტყვას, რაც შეეხება ნიკა მელიას პოზიციას უშუალოდ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არის შემდეგი, რომ რადგან ქვეყანაში არ გვაგვაჩნია რეალური მართლმსაჯულების ორგანო და გვაქვს უსამართლო სასამართლო, აქ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მანც ინტერესიც არ გააჩნია, სიმართლე რო გითხრათ. ნიკა მელია თავად ისაუბრა სასამართლო პროცესზე, სადაც მას პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე შვანგირაძე მისი გადაცემის საქმეზე, როგორ გაიტაცეს პოლიციელებმა ის ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან, ეს ყველაფერი მოისმინა გამოძიებამ, მოისმინა მოსამართლემ, თუმცა როგორც ადვოკატებისგან მოისმინეთ ამ დრომდე ჯერჯერობით ამ ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მელიას წინააღმდეგ გაავრცელა განცხადება, რომლის საფუძველზეც მელიას წინააღმდეგ საქმე აღიძრა, რომ მან თითქოს მოსამართლე შვანგირაძეს მიაყენა შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა მისთვის წყლის შესხმაში, თუმცა ამ დრომდე ოფიციალურად ბრალი ამ საქმეზეც არ წარდგენია. ადვოკატები ითხოვენ ყველა საგამოძიებო უწყებისგან, მათ შორის კასტადის უწყებისგან, რომ დაიწყოს გამოძიება, რატომ, რა ვითარებაში და როგორ გაიტაცეს პოლიტიკოსი ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან. ინფორმაცია იყო საჯარო, მელია ვისაუბრა ყველაფერთან დაკავშირებით სასამართლო პროცესში, შესაბამისად ახლა მხარეები, ადვოკატები და თავადაც რუსთავის ციხეში ელოდება გამოძიების დაწყებას ამ საქმესთან დაკავშირებით.